პირველ რიგში პოლიციელმა შემსწრა მოწმე მაჩვენა, რომ ის იძლევა სრულჩვენება სასამართლოში. მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება არსებითად აცდა გამოკითხვის ოლქში მიცემულ ჩვენებას, რაც არის მისი არ გაზიარების საფუძველი. პირდაპირ თქვა ადამიანმა სასამართლოს ხდომაზე, ოპერატიულ საგამოძიებელ ღონისძიებაზე ვიყავიო, ფორმა არ მეცვაო. ფორმა იმიტომ არ ეცვა, რომ ხალხს არ გაიგო, რომ ოპერატიულზე იყო მისული და როგორ წარმოვიდგენიათ ადამიანი, რომელიც ოპერატიულზეა საგამოძიებელზეა მისული და ფორმა არ აცვია, იმიტომ რომ ხალხმა არ გაიგოს, ის ხალხს ეუბნება, რომ პოლიციელი ვარო? ანუ ეს არის თავარი გარემოება. მე არ ვფიქრობ, საერთოდ არანაირი აღკვეცღენზეების გამოყენების საფუძველი ამ საქმეზე აღარ არსებობს რა, ყველამ კარგად რო იცოდეს. მოისმინეთ, რომ რატომ არ ეცვა ფორმა და რატომ ჰქონდა არ გეტყვითო. რატომ ჰქონდა პირბადე? არ გეტყვითო. ანუ ჩემი განმარტება მარტივია, არ უნდათ რომ გაიგოთ, რომ იყვნენ პოლიციელები. ყველა მოწმე ამბობს, რომ ეს ადამიანები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ ისე როგორც ეგრეთ წოდებული მოძალადე ტიტუშკები. ვიდეო ჩანაწერში ასახულია, თუ როგორ ურტყავს ამ საქმეზე წარმოდგენილი დაზარალებული ერთ-ერთ მოწმე გოგონას ხელს. დებული ქალთარაძის ხმა თუ ამოიცნო ამ ვერა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ შემოუბრუნეთ, ტუჩებიც დაინახა, კადრებიც დაინახა, ვერა არა, არ იცნო.